მაშასე მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბერებო კიდევ ერთხელ. მადლობას გიხდით თქვენი კომენტარებისთვის, ყურებისთვის, იმისთვის რომ წერთ, მიყურებთ, მილაიქებთ, მიგულებთ ყველაფრისთვის და ეხლა ესეთი თემა შემოვიდა. რა თქმა უნდა, ჩემი კონტენტი და ვიდეოები იქნება პირადზე, იმიტომ რომ უფრო მეტი ყურება, უფრო მეტი მოწონება, ნახვა აქ პირად ურთიერთობებს, ამიტომ პირად ურთიერთობებზე ეს ჩემი YouTube-ის არხი და სხვა თემები თქვენ არ გაინტერესებთ სამწუხაროდ, თუმცა არსებობს უამრავი თემები იგივე თვით განვითარებაზე და საერთოდ იმისთვის რომ როგორ მაგალითად ვიყოთ ჰარმონიულად როგორც ჩვენს ირგვლივ ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ასევე სამყაროსთან და ამ ბუნების ძალებთან რომლებიც და კოსმიურ ენერგიებთან რომელიც შემოდის და თან ძალიან მაღალი ვიბრაციებით. იქნება ორ ვარიანტზე და კითხვა, რა თქმა უნდა, ეწერება ამ ვიდეოს და კითხვა არის ესეთი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ გავომკლავდე ამ გრძნობას, რომელიც ახლა მაქვს მის მიმართ, ანუ ვისაც გაქვთ გრძნობა პარტნიორის მიმართ და ვთქვათ, გაქვთ რაღაც იმედგაცრუება, ვერ ივიწყებთ, ვერ იგდებთ თავიდან, გაქვთ მიჯაჭვულობა, ხო? რჩევას დავეკითხები რუნების და შემდეგ სავსე მთვარის ორაკულს. ორ ვარიანტზე, როგორ უნდა მოიქცე, რომ გავუმკლავდე იმ გრძნობას, რომელიც ახლა გაქვს ამ ადამიანის მიმართ, ან იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ვერ ივიწყებთ. არის პირველი ვარიანტი და არის მეორე ვარიანტი. ეხლა გადავალ სავსე მთვარის ორაკულს, ვეკითხებით, გვითხრან, გვირჩიონ, პირადზეა გაშლა, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ გავუმკლავდეს ამ გრძნობას მის მიმართ. აი, რა უნდა გააკეთოს და რჩევა. თქვენთვის, რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, ყველაფერი თქვენთვის. პირველი ვარიანტი, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ გავუმკლავდეთ ამ გრძნობას, რომელიც გაქვთ მის მიმართ ახლა. ორი ვარიანტია, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, ეს არის პირველი ვარიანტი, ესეთი ციტრინის ქვა, ეს არის მეორე ვარიანტი, ესეთი ვარდისფერი კვარცი და აირჩიეთ. ან მოусმენთ ორივეს. პირველი ვარიანტით ვიწყებ ციტრინის ქვით. რა რუნა მოდის? ბერკანა. ესე იგი, რუნა გვეუბნება რას? ნახეთ, შეხედეთ. ძალიან მინდა დააკვირდეთ ამ შიგთავს. ეს არის ქალური რუნა. რუნა, რომელიც ასახავს ქალურ ჯანმრთელობას, ქალურ ბედნიერებას, ქალურ ენერგიას, მიმზიდველობას, მიზიდულობას, სილამაზეს, აღდგენას, იმას, რომ უნდა გახდეთ მომავალი დედა, ან ხართ უკვე დედა და შვილის მიმართ რო გაქვთ ეს რუნვა, ზედმეტი, ანუ აქ რა არის მოცემული, ხო, მთლიანობაში, ზოგადად. რაზე გვესაუბრება ეს კარტი? გვესაუბრება ჩვენს ქალურ ენერგიაზე, ანუ სილამაზე, ჯანმრთელობა, შვილებზე ზრუნვა, საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, ანუ ძალიან დადებითი და ძალიან კარგი რუნაა. ამ შემთხვევაში კარტია, მაგრამ თვითონ რუნა, ხო, აი ეს რუნა, ბერკანა. მაგალითად, როცა ვინმე რაღაც ავანტყოფობს, რაღაც გარკვეული დისკომფორტი აქვს, ხო? ჯანმრთელობის მხრივ. ეს რუნა მოასწავებს მის გამოჯანმრთელებას. ამ რუნას იყენებენ ასევე გამოსაჯანმრთელებლად, სილამაზისთვის, ახალგაზრდობისთვის, ენერგიების აღსადგენად, ანუ ყველანაირად დადებითი კარტი ამოვიდა. და პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ზრუნვა. ანუ რა
დაგვეხმარება და ზრუნვა საყვარელ ადამიანზე. ამ შემთხვევაში ამოდის შვილი, მაგრამ შეიძლება სხვა გყავთ ვინმე ისეთ ზრუნავთ. ნახოთ აბა, თუ შვილი არ გყავთ. ნახეთ, ჩემო კარგებო, აქ როგორი კარტები ამოდის. ეს არის მთა. მთა რა არის? ნახეთ. და მთვარეა, რა თქმა უნდა, და ღრუბლებით. ანუ ძალიან გიჭირთ, ძალიან დიდი ემოციური ფონია, სიმძიმეა ამ ადამიანთან დაკავშირებული. ასევე ამოდის სახლის კარი. ანუ ამ შემთხვევაში რას გვეუბნება, რომ თქვენ ანუ ერთად იყავით, ან გქონდათ რაღაც ურთიერთობა, ან ცხოვრობდით ერთად, ну, რაღაც ახლო იყო, ანუ რაღაცა ისეთ სიტუაცია იყო, რომ ერთად გიწევდათ ყოფნა, ან დროებით, ну, ერთი ჭერ ქვეშ მაცხოვრებლები, აი ესეთი ვარიანტი იყო და ძალიან გიჭირთ ამიტომ ამ გრძნობიდან განთავისუფლება. მაშინ რახან ესეთი კარტი ამოვიდა, რომ ძალიან გიჭირთ და შემდეგ ამოვარდა ისევე აი ესეთი კარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაბმული, მიჯაჭვული. ანუ გამეცინა, რატომ გეტყვით. პირველი რაც მოდის ინფორმაცია, ხო? წელს ქვედა აზროვნება, ანუ წელს ქვემოთ. ანუ ვნებები გაქვთ მოსათოკი. ну, არ ვიცი ხა როგორ გინდა ისე გაიგეთ, მაგრამ კონკრეტულად თუ შეიძლება გვითხრით, რა უნდა გააკეთოს პირველი ვარიანტის ადამიანმა, რომ დაივიწყოს ეს ადამიანი, ან აი როგორ უნდა მოიქცეს, რომ ამოიგდოს თავიდან, ან დაივიწყოს, ან აი ეს გრძნობა, რომ გავუქრეს, ხო? რჩევა გვაინტერესებს თუ შეიძლება. ნახოთ რა მოდის. სულიერი, აი ტკივილი გაქვთ სულიერი და გული გაქვთ გატეხილი. ნახეთ, პირდაპირ მაჩვენებს, რომ აი დასერილი გაქვთ გული, ხართ აი სულიერი ტკივილი, დარდი. ეს ფიზიკური ტრავმა არ არის, ეს არის სულიერი ტრავმა. ეხლა რაც გაქვთ ამ ადამიანთან დაკავშირებული. მაშინ, ნახეთ, ასევე მოდის სიძლიერის კარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ იმის ძალა, რომ ამას გაუმკლავდეთ უბრალოდ. ნახეთ, თქვენი ემოციები მიმართული არის ამ გრძნობაზე, ხო? გასაგებია, ну, ზოგს უღალატეს, ზოგი დაშორდა, ზოგი მოკლედ. და რო ვერ ამოდის თქვენი თავიდან, თქვენი გრძნობიდან ეს ადამიანი, ხო? აი, როგორ უნდა გაუმკლავდე? სულიერება. პირველი, რასაც მეუბნებიან, სულიერება, ზრუნვა და ვნებების მოტოკვა. ნახეთ, რაციონი უნდა შეცვალოთ. თუ ხართ ხორცის მჭამელები, პირდაპირ გეუბნებით, თან მარხვაა. ამოიღეთ რაციონიდან ხორცი. იმიტომ რომ ხორცი იწვევს ვნებას. ხო, ეს პირველი. მერე მეორე. ეს ჩემი რჩევაა უბრალოდ. გაითვალისწინებთ არა, ეგ თქვენი ნებაა, მე უბრალოდ გაძლევთ რჩევას. პირველი. ხორცი უნდა ამოიღოთ რაციონიდან, მეორე, რაღაცნაირად სულიერებაში უნდა შეხვიდეთ, ანუ კონტაქტში, სულიერებაში, რას ნიშნავს ღმერთთან ურთიერთობა, თქვენ მფარველ ანგელოზთან, ლოცვა იკითხოთ, ეკლესიაში იაროთ, რაღაცნაირად, ხო? აი, ნუ ესეთ ტენდენციაზე, ესეთ ენერგიაში გადავდივართ, სულიერებაში გადავდივართ, ითხოვოთ შველა, ოღონდ არა ფიზიკურად, ვთქვათ, ვინმე ადამიანს თხოვოთ მიშველი, არა. უმაღლეს ძალებს, თქვენ მფარველ ანგელოზს დაიჯერეთ ბოლოს და ბოლოს, რომ მარტონი არ ახართ. და როგორც კი მოუხმობთ, დახმარება იქნება. დამიჯერეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხშირად უნდა მიმართოთ და შედეგი არ დააყოვნებს. აი, დამიხმარე ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდე, მაპოვნინე გამოსავალი. პირდაპირ უნდა მიმართოთ, გესმით? აი ეს ვარიანტია. ну, კარგით, ეხა ეს არის ზოგადი, ხო? საჯარო გაშლა პირადში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინფორმაციაც მოვა და უფრო მეტ, ვთქვათ, მოგცემდით რჩევებს კონკრეტულად რა, როგორ გააკეთოთ. ეხა მეორე ვარიანტი. აქ ამოდის პარტნიორული სიტუაცია.
ამოდის პარტნიორი, ნახეთ, და საჩუქარი, ანუ ახალი პარტნიორი გყავთ, ასე ვთქვათ, ან უნდა იპოვოთ, ან უნდა მოძებნოთ, ან თქვენ პარტნიორზეა დამოკიდებული ეს სიტუაცია, რაც ახლა თქვი, ხო? და როგორ უნდა გაუმკლავდეთ, ხო? ამ გრძნობას, ანუ მის მიმართ რომ გაქვთ. თვით განვითარების გზა, ამოდის ესეთი რჩევა. ნახეთ, ეს არის კიბე, რომელიც ადის ზემოთ. რას ნიშნავს ეს? უნდა დაინტერესდეთ იმ სფეროთი, რაშიც ხართ. ან რის მიმართაც გაქვთ ნიჭი, კურსები, აიმაღლოთ თქვენი კვალიფიკაცია. თუნდაც ეზოთერია, ნახეთ, გამოდის წიგნი, პირდაპირ სწავლაზე მიმანიშნებენ. თუ სწავლა არა, მაშინ ანუ არ ხართ ეხა ხო იმ ასაკში რომ ისწავლოთ, თქვათ სტუდენტობის ასაკიდან ყველა გამოსულები ვართ, მაგრამ თქვათ რაღაცა საიდუმლო, ანუ აი ესეთ დაფარულ როგორ გითხრათ, ცოდნას, ხო, ეზოთერია, ასტროლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ნუმეროლოგია, კოსმოგენი, აი ესეთი სამეცნიერო სფეროთ შეიძლება თვითგანვითარების რაღაც, ანუ მეორეს ამოვიდა პირდაპირ პარტნიორული დახმარება, ანუ ადამიანი გამოგივიდათ, ან თვითონ სიტუაცია მოვა ისეთი, რომ ვიღაც ადამიანი გამოჩნდება, ვინ შემოგთავაზებთ, ან რაღაც საჩუქარი ამ ადამიანისგან, ну ესე ძალიან დადებითი კარტია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ორი კარტი მიგვანიშნებს პირდაპირ თვით განვითარებაზე, ანუ აიმაღლოთ თქვენი განათლება, ინტელექტი და მაინც დავამატებდი კიდევ რჩევას. კი არის საჯარო გაშლა, მაგრამ კონკრეტულად მეორე პოზიციისთვის ვინ ჩაიფიქრა, რას ურჩევდით? აი როგორ გაუმკლავდეს ამ გრძნობას. ეხლა რო აქ იმ ადამიანის მიმართ რა დაეხმარება? ან ვინ დაეხმარება? ვაი, სამი კარტი ამოყვარა, საინტერესოა. ну გითხარით, მიდრეკილება გაქვთ ეზოთერიისადმი, დაფარული ცოდნა, კოსმოსი, პირდაპირ ამოდის აგერ ქალი, რომელსაც ხელეწიფება თავის ცხოვრება შეცვალოს. ეს არის მაგია, ჩემო კარგებო. ასევე ბევრს კარგად გამოგდით წერა. ან ესეებს წერთ, ან ლექსებს წერთ, ან თქვენი რაღაც ესეთი ძალიან გონევრული აზრები გაქვთ, ან დღიური გაქვთ, სადაც წერთ ყოველდღიურ. ანუ პირდაპირ აი რაღაცა უნდა ჩადოთ, დაწეროთ, შექმნათ, ხო? და ამოდის, რომ ეს მოგიტანთ წარმატებას. ანუ მიწის სტიქიაა და ეს ყველაფერი მონეტიზირება მოხდება, ანუ ამ ყველაფრის, ამ ნიჭების, როცა თქვენ თვით განვითარების გზას დაადგებით პირველი, დაკავდებით დაფარული, ანუ ცოდნების შესწავლით, პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ გაქვთ ამის პოტენციალი, ინტუიცია გაქვთ განვითარებული და ეს კარტი პირდაპირ მაგას ნიშნავს. პლუს სიტყვის ძალა. დაწეროთ თქვენი აზრები, იდეები და ეს მოგიტანთ შემოსავალს. აი ესე, მარტივად და იოლად. დანარჩენი ხა ეს საჯარო გაშლაა და რა ვიცი, რა გითხრათ, წარმატებას გისურვებთ. აბა თქვენიცით.